as a small nation, as a small country, how our say, and we are now the member of the European Union and of NATO. So we are freedom-loving, independent country, and we also are working and promoting peace agenda for Ukraine very, very intensively. რომელიც არის ქალთა უფლებების მიმართული, მაგრამ ამისთან მიუხედავად საზოგადოება მაინც მიიჩნევს ქალებს როგორც სუსტ არსებებს. თქვენი აზრით ამის მთავარი გამომწვევი რა არის? ამ პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქალები არ არიან ჩართულები. ასეთი სტრუქტურა აქვს GIED-ის, ანუ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომ თუ გადაწყვეტილების მიმღები არ არის ქალი პოზიციურად, მხოლოდ იმ კვოტით, რომ არის ქალი ნატურალურად, ბუნებრივად, ვერ მოხდება, ხო? უნდა იყოს პოზიციურად. თქვენი აზრით, რა გავლენას ახდენს გენდერული კვოტირება ქალთა პოლიტიკურ ჩართულობაზე და შეინიშნება თუ არა რეალური შედეგი? ეს რაც მოვისმინეთ ჩვენ არგუმენტები კვოტასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მხოლოდ ქალია და წარმოდგენილია იმ გადაწყვეტილების მიღებ ოთახში, სფეროში, პროცესში არ იყოს პირიქით ზურგს გვიმაგრებდეს ჩვენი ცოდნა, ჩვენი გამოცდილება და ვებრძოლოთ ყოველდღიურად იმ ბარიერებს, რაც არის ჩვენს წინაშე დღესდღეობით. ნაირი ხალხი ცხოვრობს თითოეულ მოცემულ საზოგადოებაში. და ამ ხალხს შეიძლება ქონდეს განსხვავებული ღირებულებები. რისი გამოხატვის და განხორციელების საშუალებასაც აძლევს მათ დემოკრატია. შესაბამისად, რომ შევავბრუნოთ არგუმენტი, ზოგი ამბობს, რომ ეს შეიძლება აღმოჩნდეს დემოკრატიის სისუსტედაც ის, რომ დემოკრატია ყველას აძლევს საკუთარი, უნდა აძლევდეს ყოველ შემთხვევაში საკუთარი ღირებულებების განხორციელების საშუალებას. თუ ჩვენ მივიღებთ საზოგადოებას, რომლის ღირებულება არის ისეთი, რომელიც არ იყო ჩადებული თავდაპირველ ლიბერალურ ღირებულებებში, რა ვშვებით მაშინ? დემოკრატიამ საშუალებას აძლევს, რომ ეს ღირებულება განახორციელა. ამიტომ მიიჩნევა, რომ აი ეს მთავარი მახასიათებლები დემოკრატიის, რომ საშუალებას უნდა აძლევდეს ყველა საზოგადოების ყველა ნაწილს, რომ თავი მაქსიმალურად გამოხატოს და თავისი ღირებულებები მაქსიმალურად განახორციელოს, შეიძლება შემოbrunდეს ისე, რომ გახდეს დემოკრატიის განადგურების საფუძველის და ზოგი ამაზე უკვე საუბრობს ზოგიერთი თუნდაც დასავლური ქვეყნის მაგალითიც. შემოსახელებელი იდეაზე მე ვარ კარიერული დიპლომატი. ძველი თავობა შეიძლება ჩავთვალო მეც, როდესაც დამწმუშავო, ვიყავი პატარა, ვიყავი 19 წლის. პატარა ქვეყანა შეუძლია საკუთარ ინტერესების დაცვა იმ ორგანიზაციებში გაწევრიანებით, რომლებიც ფასობრივსა და ღირებულებებს ის თავიდან ბოლომდე იზიარებს და რომელსაც ის ეკუთვნის ისტორიულად, გეოგრაფიულად, პოლიტიკურად და კულტურულად. I personally worked with the Embassy of Belgium. I helped the Ambassador of Belgium in Baku, and I represented Belgian culture. And this was a very enriching experience for me. I think I also participated in the Europe Day. So far you just scan link or you submit name and you enter the name. I participated in numerous European ambassador projects, but the one that was especially memorable for me personally was the Europe Day in Georgia in 2025. Because this specific event, it allowed me to really make new connections with people, work with the Embassy of Belgium and the Ambassador of Belgium in Baku. It allowed me to make new connections and overall grow as a person.